უკრაინის წინააღმდეგ გააქტიურებული ავიაიერიშები და ამერიკის შეცვლილი ტაქტიკა მოსკოვის მიმართ სანქციებით მუქარის ფონზე დონალდ ტრამპი უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდებას ადასტურებს, თუმცა თანხის გადახდა ევროკავშირის ქვეყნების პასუხისმგებლობა არის, გამოც ევროპელ ლიდერებს ახლა თანხების მობილიზება და მათი მოძიების გზებზე ფიქრი უწევთ. რუსეთზე ზეწოლის გასაზრდელად უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღდგენა ამერიკის პრეზიდენტისადმი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, თუმცა ომში მყოფ ქვეყანაში შეერაღების გაგზავნის ტრამპის სეული მიდგომის მიმართ ცალკეული ევროპელი ლიდერები უკმაყოფილებას ვერ მალავენ. გავრცელებული ცნობით კიევისთვის ამერიკული იარაღის შეძენაზე ამ ეტაპზე თანხმობას მხოლოდ 4 ქვეყანა აცხადებს. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ უკრაინისთვის იარაღი უკვე იგზავნება. ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ ამერიკულ იარაღს ნატოს ქვეყნები ყიდულობენ, მათ შორის პეტრიოტის სისტემებს, იმისთვის, რომ უკრაინას გადასცენ. ისინი უკვე იგზავნება, ისინი მიდის გერმანიიდან და შემდეგ გერმანია ანაცვლებს მათ თავიანთ მარაგში. ყველა შემთხვევაში შეერთებული შტატები სრულად მიიღებს ანაზღაურებას. ასე რომ რაც ხდება, როგორც იცით, ძირითადად ევროკავშირის საქმეა. ნატო ყველაფრისთვის გადაიხდის. ზოგ შემთხვევაში ევროკავშირის ქვეყნები უშუალოდ გადაგვიხდიან. ასე რომ ჩვენი მხრიდან აღარ იქნება რამე ინვესტიცია. ჩვენ ფულს დავიბრუნებთ. ტრამპის თქმით, მილიარდობით დოლარის ღირებულების იარაღს ამერიკის თავდაცვის ინდუსტრია აწარმოებს, ევროპული ქვეყნები კი დააფინანსებენ. ტრამპის განცხადებას მალევე გამოეხმაურნენ ევროპაში. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა თქვა, რომ ის რომ ფულს ევროპელები გადაიხდიან და არა ამერიკა, თავიდანვე ნათელი იყო. გერმანიის თავდაცვის მინისტრის აზრით, ჯერ კიდევ უნდა გაირკვეს, არის თუ არა ამერიკის შეცვლილი პოლიტიკა უკრაინის მიმართ მიმართულება უკეთესისკენ. პისტორიუსმა ნატოს წევრებს მოუწოდა გამოყონ ფული და სწრაფად შეკრიბონ თანხები ამერიკული იარაღის უკრაინისთვის შესაძენად. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს კი პრეზიდენტ ტრამპის ამ ინიციატივაზე ასეთი შეფასება ჰქონდა. თუ ჩვენ გადავიხდით ამ იარაღის საფასურს, გამოდის, რომ ეს ჩვენი დახმარებაა, ევროპული მხარდაჭერა. ჩვენ ისედაც ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რომ დავეხმაროთ უკრაინას. თუ დაპირებას იძლევი, რომ იარაღს მიაწოდებ, მაგრამ ამბობ, რომ ამას სხვა გადაიხდის, რეალურად გამოდის, რომ ეს შენი დახმარება არ არის. არა? გამოცემა პოლიტიკოს ინფორმაციით კი საფრანგეთი არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებულ სქემაში. გამოცემის ცნობით, თეთრ სახლში ვიზიტისას ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ დაასახელა 4 ქვეყანა, რომლებიც ბრიტანეთისა და ნიდერლანდების მსგავსად თანახმარიან ამერიკული იარაღის შეძენაზე, თუმცა ამ სიაში საფრანგეთი არ იყო. როგორც პოლიტიკო წერს, ემანუელ მაკრონი დიდი ხნის განმავლობაში ითხოვს, რომ ევროპამ განავითაროს იარაღის საკუთარი წარმოება და არ იყიდონ ამერიკული იარაღი. იტალიური მედიაც ამბობს, რომ არც რომში აპირებენ ამერიკული იარაღის შეძენას, რომ იტალია მხოლოდ მანამდე დაგეგმილ შესყიდვებს განახორციელებს. ანალოგიური განცხადება გააკეთა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამაც. თუმცა ევროპის შეზღუდული წარმოების შესაძლებლობების გათვალისწინებით მერცის მთავრობა მიიჩნევს, რომ ამერიკული იარაღის შეძენა უკრაინისთვის საჭირო იარაღით სწრაფად მომარაგების ერთადერთი გზაა. უკრაინისთვის იარაღით დახმარების ახალ გეგმასთან ერთად ამერიკის პრეზიდენტმა რუს კოლეგას 50 დღე მისცა იმისთვის, რომ ეს ომი დასრულდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ტრამპი მოსკოვს სანქციებით ემუქრება.